ministrმა ალექსანდრე წულაძემ და იუსტიციის ministrმა პაატასალიამ ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრის ბაზაზე თემატური ბანაკი გახსნეს, რომელიც წელს 8 ნაკადად ჩატარდება და 1000-მდე ახალგაზრდას უმასპინძლებს. Ministrებმა ბანაკის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს და ახალგაზრდებში სოციალური, პიროვნული, კომუნიკაციური და სხვა მნიშვნელოვანი უნარჩვევების განვითარების კუთხით თემატური ბანაკების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყველა ქართველი ახალგაზრდისათვის იქნებოდეს ჩვენ ქვეყანაში შესაძლებლობები საკუთარი პოტენციალის და ნიჭის რეალიზებისთვის. ახალგაზრდობის სააგენტოს ყველა პროექტი სწორედ ამ მიზანს ემსახურება, მათ შორის დღევანდელი თემატური ბანაკიც, სადაც მონაწილეებს ექნებათ საშუალება, რომ განევითარონ სხვადასხვა რბილი უნარები და გამჭოლი კომპეტენციები, მათ შორის კომუნიკაციის, ლიდერობის და ასე შემდეგ. იუსტიციის სასწავლო ცენტრი, ახალგაზრდობის სააგენტო და ქუთაისის ახალგაზრდული საუნივერსიტეტო ქალაქი მართავენ ერთობლივ ღონისძიებას. ეს არის სტუდენტური ახალგაზრდული ბანაკი. აქ არიან შეკრებილი სტუდენტები სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან, ისინი ერთმანეთს ეცნობიან და ეს არის ძალიან კარგი იმისათვის, რომ ჩვენ გამოვავლინოთ ამ ახალგაზრდებში საუკეთესო თვისებები, რაც სამომავლოდ ჩვენ ქვეყანას ნამდვილად გამოადგება. მეორე დღეა ვარ თემატურ ბანაკში იუსტიციის სასწავლო ცენტრში, სადაც ტარდება სხვადასხვა საგანმანათლებლო ტრენინგები, სპორტული აქტივობები და ძალიან საინტერესო შეხვედრები. ვფიქრობ, რომ ეს ბანაკები არის ძალიან მნიშვნელოვანი. აქ გავიცანთ ძალიან ბევრი ახალი მეგობარი. ესეთი აქტივობები ხშირად უნდა ჩატარდეს, იმიტომ რომ ადამიანს უხსნის ძალიან ბევრ შესაძლებლობას, რომ იყოს მომავალ ძალიან პერსპექტიული და წარმატებული.